საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ანტენის შესაკეთებლად NASA-ს ასტრონავტი ანილ მენონი და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი სოფი ადენო ღია კოსმოსში გავიდნენ. კოსმოსურ მისიას, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტებმა კოსმოსსა და დედამიწას შორის დამაკავშირებელი ანტენა უნდა გამოცვალონ, დაახლოებით 6 საათნახევარი სჭირდება. ანტენა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსა და ჰიუსტონში არსებულ NASA-ს მისიის მართვის ცენტრს შორის მაღალსიჩქარიანი მონაცემების გადაცემას უზრუნველყოფს. ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსური სადგური კვირას 23 აგვისტოსაც დატოვეს. ისინი 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში წყობიდან გამოსული ანტენის მოხსნასა და შეკეთებას ცდილობდნენ. თუმცა სამუშაოს მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. ღია კოსმოსში გასულ ასტრონავტებს ელექტრონული კაბელის გათიშვისა და ჭანჭიკების მოშვებისას სირთულეები შეექმნათ. დროის ამოწურვის გამო კი ახალი ანტენის დამონტაჟება ვერ შეძლეს. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობის, ტექნიკური მომსახურებისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერის ფარგლებში ეს 293 კოსმოსური მისია იყო. ანტენის შეკეთებით კი სადგურზე მყოფ ასტრონავტებსა და დედამიწაზე მომუშავე გუნდებს შორის საიმედო კომუნიკაცია შენარჩუნდება.